რომ მითხრათ. კომენტარის სახით ვერ ვკითხოთ. თელავში მიმდინარე ყველა უკანონო სარეაბილიტაციო პროექტის შეჩერდება ეს განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა კახეთში ვიზიტის დროს გააკეთა. კულტურის მინისტრმა მოადგილეებთან და მრჩევლებთან ერთად ბატონის ციხე ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი და ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის შენობები დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით უახლოეს დღეებში თელაველებთან და ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების საჯარო განხილვა და შემდგომი განხორციელება დაიგეგმება. ვიყავით სამხატვრო სკოლაში, რომელსაც აუცილებლად უნდა დახმარება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ელენე ახვლედიანის სახელს ატარებს და ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი აქედან არის წარმოშობით და ბავშვები რომ ნახე, ხედავ რომ არანაკლები ნიჭიერება არის და გრძელდება ეს ტრადიცია. შემდეგ ვიყავით ბატონიშვილის სასახლე ვნახეთ, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, იმიტომ რომ დაშლილი არის ფაქტობრივად განადგურებულია ისეთი ძვირფასი ძეგლები ჩვენი, რომელიც აღდგენა ფაქტიურად ძნელია, მაგრამ ის რაც შეიძლება გამოსწორდეს, უნდა გამოვასწოროთ. შემოსასვლელში ასევე ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მიმდინარე მშენებლობა, სადაც უკვე მეორე სართულის ამოყვანა არის დაწყებული. ესეც სრულიად დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის უკანონო მშენებლობა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ყოველგვარი პროექტის გარეშე მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვითომ რაღაც პროექტები იყო წარდგენილი, მაგრამ არც ერთი პროექტი არ დამტკიცებულა და სულ რაღაც სახეცვლილი პატარ-პატარა ვარიანტების მოწოდება ხდება.